მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს თავაზობთ ვიდეო განხილვას კამერას Xiaomi Mi შესახებ. თუ ამ კამერის unboxing-ი არ გინახიათ ჯერჯერობით, შეგიძლიათ აი ამ მუზე გადახვიდეთ ჩემ ვიდეოებში, ნახავთ. ასევე თუ დაინტერესებული ხართ ამ კამერის შეძენით, იქნება აღწერაში ორი ბმული, ანუ ამ კამერის ორი ვერსია არსებობს. ერთი არის ეს სტანდარტული, რომელიც მე შევიძინე და არის ასევე travel ვერსია, რომელსაც უბრალოდ მოყვება ისევ Xiaomi-ის ფირმის selfie ჯოხი. ნუ აღწერაში იქნება ორივეს ბმული, რაც შეეხება თვითონ კამერის ვიზუალურად დავათვალიეროთ. პირველ რიგში თვალში ხვდება ლინზა და გათიშვა ჩართვის ხილაკი. ასევე ეს ხილაკი არის ინდიკატორი, რომელიც იბლივ ნათურები აქვს და ენთება და გვამცნობს სტატუსს. ასევე აი ეს ხილაკი ამ ხილაკის დახმარებით ხდება რეჟიმების ცვლილება, როგორც ხედავთ, შეგვიძლია გადავიდეთ ვიდეო რეჟიმზე, ასევე ფოტო რეჟიმზე. ზემოთ მხარეს აქვს მიკროფონი, ინდიკატორი, action ღილაკი, ანუ ამ ღილაკის მეშვეობით ხდება ვიდეოს გადაღება და გათიშვა, ასევე ფოტოს გადაღება. აქეთ ამ მხარეს არის Wi-Fi ღილაკი და თავისი ინდიკატორი. აქ ქვედა მხარეს არის შტატივის სამაგრი, რომელიც ამ კამერის დიდი პლუსი, რადგან სხვა მსგავს ჩინურ კამერებს ეს არ მოყვება და ამისთვის სპეციალური კეისები იყიდება. ეს დიდი პლუსია ამ კამერის, ასევე აქვს ინდიკატორი. რაც შეეხება უკანა მხარეს, როგორც ხედავთ, ამ კამერას არ მოყვება ეკრანი, საჭიროა ტელეფონი, Android ან iOS სისტემის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ფუნქციონალის მართვას. ამის შემდეგ ნახავთ, აქვს mini HDMI პორტი, ასევე micro USB, რომლის მეშვეობითაც ხდება ელემენტის დატენვა, ამ კამერაში არსებული ელემენტის დატენვა. რაც შეეხება micro HDMI-ის პორტში, ჩვენ შეგვიძლია თუ სრულ შემთხვევაში შევაერთებთ mini HDMI-ს, ვხედავთ სრულ გამოსახულებას, რაც კამერა იღებს პირდაპირ ეთერში. აქვს micro SD სლოტი, რომელზეც იწერება მონაცემები, აუცილებლად საჭიროა იყოს მეათე კლასის SD ბარათი, plus ამ SD ბარათის plus ნახავთ აღწერაში 32 გიგაბაიტიანი დაახლოებით ღირს ამ საიტზე $10. ნუ დანარჩენი აი რაც შეეხება თვითონ ელემენტს, ეს ელემენტის корпуси მოხსნა და აი ესეთი ელემენტი, როგორც იცით, თუ ნახეთ წინა ვიდეო, ნუ სტანდარტული 1010 მილიამპერიანი ელემენტი, საკმაოდ აფიღებს, ბევრი შეგიძლიათ შეეძინოთ ესე ორი ელემენტი თავისი ცალკე დამტენით, სადღაც $10 ბმულს აუცილებლად ნახავთ აღწერაში. მოდით გადავიდეთ მეორე ეტაპზე. პირველ რიგში ჩავთვალოთ ეს კამერა, ამისათვის საჭიროა ერთი წამით დავაწვეთ ამ ღილაკს. როგორც ხედავთ, ირთვება. როდესაც სიმციმე მორჩება, ეს ნიშნავს, რომ უკვე კამერა არის მზად ვიდეოს ან ფოტოს გადასაღებად. აი ამ ღილაკით, როგორც გითხარით, არის ეს ღილაკი არის როგორც ჩართვის გათიშვის, ასევე რეჟიმების შეცვლის, ანუ ფოტო და ვიდეო რეჟიმში გადართვა, ასევე ეს ინდიკატორი გვამცნობებს ჩვენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ელემენტი რა მდგომარეობაშია. როგორც ხედავთ, ახლა არის ლურჯად განათებული, ამით ჩვენ ხვდებით, რომ ელემენტის სტატუსი არის 60, ანუ ელემენტი დატენილია სადღაც 70%-ზე ზემოთ. თუ ისფრად ანათებს, ამ შემთხვევაში გვამცნობებს ეს ინდიკატორი, რომ ელემენტის მდგომარეობა არის სადღაც 40-70%-ის ფარგლებში. თუ წითელია, ეს ნიშნავს, რომ ეს ამ ელემენტის მდგომარეობა არის სადღაც 30%-ზე ქვემოთ. რაც შეეხება თვითონ ინდიკატორებს, მოდით პირველ რიგში ინდიკატორებს შევხედოთ. ეხლა როგორც ხედავთ, თვითონ კამერა ჩართულია და თუ შევხედავთ აი ამ ყველა ინდიკატორს, ჩვენ ეს ინდიკატორი გვამცნობებს იმის თაობაზე, რომ ეხლა ეს კამერა არის ვიდეო რეჟიმში. თუ ჩვენ გვინდა გადავიყვანოთ ფოტო რეჟიმში, უბრალოდ ერთხელ ვაწვევით და ეს ყველა სენსორი ითიშება. მოდით ნახოთ. აი როგორც ხედავთ, გაითიშა ყველა სენსორი. თუ ჩვენ გვაინტერესებს ეს კამერა იღებს თუ არა ვიდეოს, აი გადავიყვანოთ ვიდეო რეჟიმში. თუ დავაწვევით action ღილაკს, ეს ინდიკატორები დაიწყებს ციმციმს, ანუ ეს იმას გვამცნობებს, რომ ამ წუთისთვის მიმდინარეობს ვიდეო ჩაწერა
ვიდეო ჩაწერა. ნუ მოკლედ ამ კამერაზე ახლა ამ წუთისთვის ერთადერთი ჩვენ რაც დაგვჭირდა არის Wi-Fi ღილაკი, ამისათვის ვაწევით აი ამ ღილაკს 2 წამის განმავლობაში. გავუშვებთ, აი ჩაერთო ლურჯი ფერის ინდიკატორი, ანუ ეს გვამცნობებს რომ ჩართულია ამ წუთისთვის ეს ამ კამერის Wi-Fi და ამის მეშვეობით ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ Android ან iOS სისტემის ტელეფონზე. ნუ მოკლედ ჯერჯერობით ეს კამერა გადავდოთ, ახლა ჩავწეროთ პროგრამა, რომელიც დაგჭირდება ამ კამერასთან სამუშაოდ, გავთიშოთ. ამისათვის საჭიროა უბრალოდ შევიდეთ Play Market-ზე, ნუ Android-ის სისტემის ტელეფონების შემთხვევაში. შევდივართ Play Market-ზე და უბრალოდ ვკრებთ საძიებო სისტემაში აი ამ სიტყვას Xiaomi კამერა. როდესაც დავაწვევით, ნუ ამოგვიგდებს რამოდენიმე ვარიანტს. პირველი ვარიანტი არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ წუთისთვის მე დაყენებული მაქვს, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება აი ამ ღილაკ, აი ესეთი იკონკა იქნება აუცილებლად. მე როგორც ხედავთ დაყენებული მაქვს, ასე რომ ჩავთავჯერ პირველ რიგში. როდესაც პროგრამა ირთვება, რა თქმა უნდა, ტელეფონი კამერასთან არ არის დაკავშირებული, როგორც ხედავთ, გათიშულია. ამისათვის საჭიროა ჯერ კამერა ჩავრთოთ, შემდეგ ჩავრთოთ უკაბელო Wi-Fi დაკავშირება და ამის შემდეგ ვაწვევით კამერის ტელეფონიდან დაკავშირებას თუ როგორ ამას ეხლავე ვნახავთ. ნუ მოკლედ პროგრამის შესახებ შემიძლია ვთქვათ, არის 3 განყოფილება. არის Discover, ანუ თვითონ Xiaomi-ის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ვიდეოები და ის ინფორმაციები, მოკლე ინფორმაციები. არის კამერა, ანუ ამ განყოფილებიდან ჩვენ ვუკავშირდებით თვითონ კამერას, ამას შემდეგ ვნახავთ და არის ალბომი, რომელიც გადავიღეთ ამ წუთისთვის რახან დაკავშირებული არ არის ეს ტელეფონი კამერასთან, ხედავთ მხოლოდ ამ კამერაში არსებული ამ ტელეფონში არსებული ვიდეოები, რომელიც ამ კამერით არის გადაღებული. მოდით მეგობრებო, დავუკავშიროთ ეს კამერა ამ ტელეფონს, ამისათვის ვაწვევით ჩართვის ღილაკს. შემდეგ ვაწვევით Wi-Fi-ის ღილაკს. ჩაერთო როგორც ხედავთ. ეხლა ვცდილობთ აი ამ ღილაკზე დაწოლას. ველოდებით, რამოდენიმეჯერ შეიძლება დაგჭირდეს ამ პროცედურის იგივე პროცედურის გამეორება რამოდენიმეჯერ. აი როგორც ხედავთ, არ დავკავშირდა ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვცადოთ. აი დავკავშირდა თვითონ Wi-Fi დაკავშირება თვითონ, მაგრამ თუ გამოსახულება არ გამოჩნდა, ხელმეორედ ვცდილობთ იგივე პროცედურას. აი როგორც ხედავთ, ჩაერთო კამერა, live streaming-ი მიმდინარეობს სწორად. აი ეს კამერა, რითაც მე ვიღებ, ბევრს შეკითხვა ჰქონდა. რაც შეეხება პროგრამის ვიზუალიზაციას, იყოფა რამოდენიმე განყოფილებად. პირველი არის live streaming-ი, ანუ ადგილი, სადაც ხდება კამერის ვიზუალიზაცია, ანუ live streaming-ი. აქვე არის ზემოთ განყოფილებაში არის პარამეტრების ცვლილება და გათიშვა კამერის, ანუ კავშირის გაწყვეტა უფრო სწორად. ამ ადგილას შეგვიძლია ვნახოთ სტატუსი, თუ რა სტატუსია ეს კამერა, როგორც ხედავთ, ახლა ვიდეო რეჟიმში აყენია 480p გარჩევადობით 240 კადრი წამში 1.16:9 ზომაზე. ასევე აქვე ნახავთ ელემენტის სტატუსს, ღილაკს, რომლის მეშვეობითაც ხდება ვიდეოს გადაღება და ასევე ფოტოს გადაღება, ასევე ვხედავთ რეჟიმის ცვლილებას, აი ამ ღილაკის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, გადავიდეთ როგორც ფოტო რეჟიმზე, ასევე ვიდეო რეჟიმზე, ასევე აქვე ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ტაიმერი, ანუ სურათის გადაღების შემთხვევაში, შეგვიძლია ასევე კასკადური ფოტოები გადავიღოთ აი ამ რეჟიმის დახმარებით, ასევე შეგვიძლია აი ამ განყოფილებით გადავიღოთ ტაიმლაპსები, რომელიც მე ბევრი ვიდეო დავდე ანუ პლეილისტი შევქმნი კონკრეტულად ამ კამერას და იქ ვიდე ამ კამერით გადაღებულ ვიდეოებს, შეგიძლიათ აი აქ ნახოთ ეს პლეილისტი აი ამ ღილაკს დაწოლის შემდეგ. როგორც ხედავთ, ეს არის ფუნქცია, ანუ
რეჟიმების ცვლილების ფუნქცია, მაგრამ ახასე მოყვება მარცხენა მხარეს ეს არის კონკრეტულად ამ რეჟიმის პარამეტრის ცვლილება. აი როგორც ხედავთ, ახლა არის ვიდეო რეჟიმში, თუ აი ამ ღილაკს დავაწვევით, ჩვენ შევძლებთ ამ კამერის ვიდეო რეჟიმში პარამეტრის ცვლილებას. აი მაგალითად თქვით როგორც 2K ვიდეოს გარჩევადობის ვიდეო შეუძლია გადაიღოს ამ კამერას 30 წამის სიხში 30 კადრი წამში. ნუ აქ ბევრი პარამეტრების ცვლილების საშუალება გაქვთ. ასევე კამერას დიდი პლუსი აქვს, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ 240 კადრი წამში ვიდეო, ოღონდ დაბალი ხარისხის 480p გარჩევადობის. ნუ აქ როგორც ხვდებით, მარტივია ძალიან, თქვენი სურვილის შემთხვევაში დააყენოთ მარტივად იმ ვიდეო გარჩევადობას, რომელიც თქვენ გსურთ, ძალიან მარტივად. მე მაგალითად ვიყენებ 1080p გარჩევადობა 60 წამში. ერთი რამ გაეთვალისწინეთ, თუ თქვენ გადაიღებთ, თუ თქვენ აპირებთ ვიდეოს გადაღებას, რომელიც მაგალითად 240 კადრი წამში, ამ შემთხვევაში ხმას არ იწერს კამერა, ის გაეთვალისწინეთ აუცილებლად. აი მაგალითად ჩვენ გსურს მაგალითად ფოტო რეჟიმის პარამეტრების ცვლილება აწვევით ფოტოზე გადავდივართ. აი როგორც ხედავთ, ამ წუთისთვის სტატუსი გვიწერია ფოტო 16 მეგაპიქსელი. აწვევით ამ ღილაკს და ვირჩევთ იმ პარამეტრებს, რომელიც გვინდა. აი როგორც ხედავთ, ავტომატურად შეიცვალა. ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ დააყენოთ ტაიმერი. ტაიმერი ამ წუთისთვის როგორც ხედავთ, ტაიმერი თუ გვინდა ამ ტაიმერის პარამეტრების ცვლილება ვაწვევით აი ამ ღილაკზე და შევდივართ პარამეტრებში. აი როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ასევე თქვენ შეგიძლიათ ტაიმლაფსების გადაღება, ანუ ამ კამერას შეუძლია მზა ტაიმლაფსების გაკეთება, ანუ თუ თქვენ ამაზე გადაიყვანთ, ამ შემთხვევაში პარამეტრებში თუ შევალთ, ჩვენ გვაქვს პარამეტრების ცვლილების საშუალება, თუ რამდენი წამის ინტერვალით გადაიღოს სურათები, რამდენი წამი გაგრძელდეს ეს ტაიმლაფსი, აი როგორც ხედავთ, თუ შეგიძლიათ თუ ამ განყოფილებას დააყენებთ წუთში გადაიღებს 1 კადრს, შეგიძლიათ დააყენოთ რამდენი კადრიანი, რამდენი წამიანი ვიდეოს გადაღება გსურთ და ასევე რამხელა გარჩევადობის, ანუ რაზრიშენია როგორც ხედავთ. ანუ ეს არის შევთანხმდეთ, ეს არის ფუნქციის ცვლილება, ანუ რეჟიმის ცვლილება, ხოლო ეს არის ამ რეჟიმის პარამეტრების ღილაკი. ну, ქვევით, როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი სტანდარტული მენიუ, ალბომი, Discover კამერა. შევდივართ ამ კამერის ფუნქციონალის სამართავად, შევდივართ პარამეტრების ღილაკზე დაწვევისა, შევდივართ მენიუში. აქ არის დაყოფილი რამოდენიმე განყოფილება, ეს არის ვიდეო რეჟიმის პარამეტრების ცვლილება, ეს არის ფოტო რეჟიმის პარამეტრების ცვლილება, ხოლო აი კამერის ქვევით არის ყველაფერი კამერის პარამეტრებზე პარამეტრების ცვლილება და ასევე არის თვითონ ამოწყობილი შესახებ ინფორმაცია და ასე შემდეგ. ნუ პირველ რიგში ვიდეოს შესახებ ინფორმაციას ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ დაასტოპოთ და ნახოთ ამ კამერის პარამეტრები, ანუ კაჩესტვა ხარისხი, ტიტრი времени, ანუ როგორც ხედავთ, შეგიძლიათ ვიდეოს გადაღებისას გამოჩნდეს თარიღი და ასე შემდეგ. როგორც მთავარ გვერდზე გაჩვენეთ, თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეოს გარჩევადობების ცვლილება მთავარ აი ამ განყოფილებით, როგორც ხედავთ, აი აქ ამაზე დაწოლისას. როგორც ხედავთ და ასევე თქვენ შეგიძლიათ იგივე პროცედურა გააკეთოთ აი აქ. და აქ უფრო მარტივად არის, ან მთლიანი ჩამონათვალია და აქ უფრო გასაგებად არის. ნუ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ირჩევთ შესაბამის ხარისხს. აწვევით OK, აქ სტანდარტი აუდიო ჩაწერის, ვიდეოს ჩაწერის სტანდარტი PAL-თუ NTSC. თქვენ შეგიძლიათ აქვე პარამეტრები ცვალოთ თვითონ სურათის, ანუ როგორც თავარ გვერდზე ვნახეთ, სტანდარტულია იგივეა. ასევე შეგიძლიათ სურათის გადაღებისას გამოაჩინოთ რა დროს არის გადაღებული, ასევე თარიღი, ნუ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. კითხვები თუ გექნება ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ. მე გავამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ იმ ფუნქციონალზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ვიყენებ. აი რეჟიმ სტარტა კამერას ნიშნავს კამერის ჩართვის დროს ვიდეო რეჟიმით დაიწყოს თუ ფოტო რეჟიმში. ასევე თქვენ შეგიძლიათ
ნახოთ ციკლური გადაღება, აი ეს ციკლური გადაღება ნიშნავს ამ რეჟიმის ჩართვის შემთხვევაში კამერა იწყებს ვიდეოს გადაღებას 5 წუთიანი ინტერვალებით, ანუ 5 წუთს გადაიღებს, შემდეგ იმ ფაილს ინახავს, შემდეგ ახალ ფაილს იღებს და ასე შემდეგ გრძელდება, სამ არ შეივსება ბარათი. შემდეგ ავტოკლიჩენია თქვენ შეგიძლიათ ეს პარამეტრები ნახოთ. Настройка объектива, ბევრი აქვს, რაც მე არ მჭირდება ფაქტიურად. არ ვიყენებ ასე პავერნუტ ღილაკს, ანუ თქვენ თუ გსურთ მაგალითად აი უფრო კონკრეტულად რომ გაჩვენოთ. ეხლა კამერა არის სწორ რეჟიმში, ანუ სწორად მიკავია. და როგორც ხედავთ, გადატრიალებულად არის გამოსახულება და თქვენ შეგიძლიათ ასევე ეს შეცვალოთ. ისევ იმ ღილაკით პავერნუტს, აი როგორც ხედავთ, ახლა შეიძლება, აი როგორც ხედავთ, ანუ კამერას აქვს ფუნქცია გადაატრიალოს გამოსახულება. ასევე კიდევ რა შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს. სარეზერვო კოპირებას ჩართავთ. Bluetooth-ით დაკავშირებით, Bluetooth-ი თქვენ შეგიძლიათ ამ კამერისთვის შეეძინოთ სპეციალური remote ღილაკი, რომელიც აღწერაში იქნება. ამ ღილაკის დახმარებით პორტატულად შეგიძლიათ ვიდეოს გადაღების დაწყება და ასევე ფოტოს გადაღება. ბმული ნახეთ აუცილებლად. ეს არის თვითონ კამერის დინამიკის ხმა. ეს რეჟიმლედ ამ განყოფილებით თქვენ შეგიძლიათ საერთოდ გავუთიშოთ ამ კამერას ყველა LED, აი მაგალითად თუ დავაწვევით ამას, ყველაფერი გაითიშება, ანუ ეს ჩვენ უკვე არ გვაწყობს, რადგან არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს, მაგრამ თუ ვინმეს თვალს აპირებთ, ეს გამოგადგებათ. რეჟიმ LED, აქ ბევრი რამეა. ბოლო განყოფილება, როგორც გითხარით, არის თვითონ მოწყობილობაზე, არის მოდელის დასახელება, სერიული ნომერი, პრაშივკის ნომერი პროგრამის და თვითონ ანუ აქ რაც აყენია, SD ბარათი მაგალითად, შეგიძლიათ დააფორმატოთ აქვე და ასევე ბოლოში არის ღილაკი night კამერა, თუ დავწვევთ ამას, კამერა გამოსცემს ესეთ ხმას. კიდევ რასაც მინდოდა გამემახვილებინა თქვენ ყურადღება, არის პარამეტრების ცვლილება Wi-Fi-სთან დაკავშირებით, настройка Wi-Fi-ს აწვევით. აი ესეთი მენიუ გამოდის, აქ დასახელებას ხედავთ, რის მეშვეობითაც ეძებთ კამერას ტელეფონით, აქ პაროლი შეგიძლიათ დააყენოთ. შეკითხვები თუ გექნებათ ამ პროგრამაზე, შეგიძლიათ მომწეროთ ან Facebook-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში, არ არის არანაირი პრობლემა, აუცილებლად გიპასუხებ. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო მე რაც მინდოდა მეთქვა ამ კამერის შესახებ. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ კამერით. აქვს რაღაც მინუსები, წვრილმანები, მაგრამ ეს არ მის დადებით მხარეებს ვერ ფარავს. კიდე ერთადერთი მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო ამ ტელეფონთან დაკავშირებით. ეს ტელეფონი ეხლა ხან შევიძინე. როგორც მოგეხსენებათ, Samsung-ს ახალი სერია აქვს, A სერია, ანუ ეს A სერია განაახლა. თუ სურვილი გექნებათ ამ ტელეფონის შესახებ გავაკეთო განხილვა, ვიდეო განხილვა, აუცილებლად დაალაიქეთ და დაწერეთ კომენტარები თუ გსურთ ამ ტელეფონის განხილვა შემოგთავაზოთ. მე საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს, თანამედროვე დიზაინი. მოკლედ 1-2 სიტყვით რომ თქვა, ეს შემიძლია ამაზე ვთქვა. თუ დაინტერესდებით კიდევ ერთხელ გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გთხოვთ ჩვენი არხი გამოიწეროთ ეს ვიდეო და ალაიქოთ, გაიზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.